გამარჯობა, ეს არის მორიგი PvP რეაქცია. დღეს ვარეაქტეთ მეორე ნახევარფინალს. არაფერზე არ დავსპოილერებული ვარ, ძალიან პატიოსნად. პირველადი რეაქციაა. გამოიწერეთ არხი და შეგვიძლია პირდაპირ შევუდგეთ ჩვენს რეაქცს. ნახევარფინალური ბეტლი. ჩემი აზრით კამი მოიგებს. სხვა რა შემიძლია ვთქვა. არც არაფერი, დავიწყოთ. Zadwart! Kami iწყებს. მე ვიკითხებ Zadwart! პირველი რაუნდი MC შემგან ხელმარჯვნივ! Let's go. კასის ბითებია. ეს ფასი უკვე ყველა მიცის უდავოდ ვარ ცუდი ჯარის კაცი პროექტი დავტოვე უმამოდ არ ვაპირებ დიდხანს მოსმენას აქ შენი წლიකිნის დღეს ვაფუჭებ კიდევ ერთ რეპერს ყოა ახალს მიყიდის ყველა ბეთზე მახსენებდა ტიპი გადამეკიდა ეხლა შენ წინ მდგავარ ხო და თქვია ბარაყლე გინდა ეი ნახოთ დღეს რა მოიტანე ანდრალაინი ვისგან მოიფარე ისეთები გელოდება რა მე მოიფარე თუ გინდა მთელი გენგი მოიხმარე ხილოდ რამე არ წაიღო ბოი ბრუტალურია თაირო ბოი უსახურია შენი რები ხოდა მომისმინე რამე გაიგო ბოი ენერგიას გაცლი კი არ გებეცლავები შენ არა ხარ ნიკოლასიდან უმეტესლავები გონი სწორად გათვალე რომ ლეზე აგიხოლებდი აბა თქვი ლომი ლამპარდი და ლამპიონები შენი ლოგოპედი ვიცი შენ სწავლებას მე მანდობს ლეკვილო მისასწორია მაგრამ ეს სწორად ვერ ამბობს ვიცი ხალხი ეკრანებზე რატო ჩართავს დღეს ამას შენ რა უნწკამანდას ქიფავს როგორც ვოლტის რეკლამას ხოდა ვერაფერს იზამისეც რომ მე გამაგვირვო ბიჭუნი თითქოს ყველაფერი კარგი მაგრამ მაინც ერთი წუნი რეპერი დიდი ეგოთი დაბალი ფასით ორსულობის ტესტიც მოგიგებდა შენ ორი ხაზით ხოდა არ ვარ სადისტი მაგრამ მიწევს რომ გაწამო ამ დღის მერე უნდა გაგიჩინო ჩემი ფობია შენ ფეხებს ვერავის მოჭამა მიტომ აღარა წვალო ამდენ დაჯმას мотиваცია რომ მოგსეჯობია ჩემი ლომი ხარჯოტია ცადე იწვალე ჯოტია ფიქრობ ჯობი ხარჯოტია რამე იწამე ჯოტია შენი ფეიქ აგრესიულობით ვერ დამაბოლებ პროვინციის ლომო ხონის მარშრუტკას გაგაყოლებ ეი თაირო ჯერი ხომ მომდაბარა გადავიდა ხოდა მე რო დამინახავ და იცოდა შეეშინებოდა მაგრამ მაინც მოვიდა და რა უნდოდა კამის არ უნდოდა მაგრამ გაუსწორდა ვიცი ეხლა მიზნებს ხედავ მიზნებს დაისახავ და გიორთქლავ სათვალეს და ჩემხლეს დაინახავ რას ამოგეკავს თაირო რას გამახსენებს შენ რამდენი ფანიც ყავს იმდენჯერ ბეთლზე მახსენეს ტექნიკური დეფიციტი უნახე შენს რაუნდებში შვილო ისეთი ტექნიკა მაქვს იყიდება ზუმერში ხოდა ბიძე ვარ ცოტა ჰიტა IQ-ზე მოტაფრინდა 19 წლის ბიჭი და ღვინდა შენ ჯერ არც კი იცი რა გინდა ეს დღე მონოჰოლში რჩება როცა შენი ტირე მე ვარ ყუმარ თაირო სტერუები შევიწირე შენ აქ არა ხარ ცხოველი ეგ უბრალოდ სიმბოლოა შენ მარტო მაშინ ხარ სისხლიანი როცა თვის ბოლოა და თუ მკითხავენ როგორი ბეთლია ვიტყვი რომ პროსტა წავა თაიროს ძირი გავამწარე და კენწეროში ჩემხალესავა Okay. კამის სტილში, თავისივე სტილში, კარგი იუმორით, კარგი ლაინებით. ფლოუები განსაკუთრებული, როგორ თქვა, განსხვავებული არაფერი იყო, რასაც კამი აკეთებს ხოლმე, ის გააკეთა რა. უბრალოდ თავის სტილში გამოვიდა, თავისებურად გააკეთა ყველაფერი. უფრო თაირო მაინტერესებს რატომღაც როგორ გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ რომ კამიზე მაინც ვიცით ყველამ რა, რომ სტანდარტულად კარგი MC-ა კარგ ლაინებში თავს, კარგი იუმორი აქვს და ნუ ფლოუებში ვიტყოდი რომ არანათებს. მაგრამ ამ რაუნდში იყო რაღაცა სვიჩები, რაც მომეწონა საკმაოდ რა. კაი, ნახოთ თაირო რას წევს. ერთი და ეს დავამატებ. ყველა მივიცით არანათებს თქო, ისე ვთქვი თითქოს რაღაცა ყველა სახელით ლაპარაკობ, უბრალოდ ჩემთვის კამის იმდენად ბევრი flow არ აქვს, იმდენად გამორჩეული flow არ აქვს, რამდენადაც ლაინები და იუმორი. Just to be clear. პირველი რაუნდი MC შემგან ხელმარცხნივ შევქმნათ ხმაური ნახე კარგად მომისმინე დღეს შენი თავი უნდა გასწავლო შენ. კაი? დღეს მინდა რომ შვიდი ვიყო ვნახოთ რა გამომივა მინდა ჟური მხმამე მომცეს ვნახოთ რა გამომივა შევედი ფლოუების მარკეტში ვნახოთ რა გამომივა ამ ფასად დიქციას თუ დაიკიდებთ რა გამომივა ეკიმა მითხრა რომ ხმები თავში არ არსებობს მაგრამ მიყვარს ეხმები მე
შენია დღეს როგორ უნდა მოკლა დანიტა გაცალო განიტა გამპრიოტიტებით უმწარე მქონდეს ენა მაგით განცხევინო ბოხმა ტონს არამაწევინო შეცუკნა იყოს მენა თემას დავდებ თემაზე ერთი ძარ გამომრჩება სადა როგორ გირთხამენ როცა შენ მესოფლის დედას ხნავ მაგ დროს ნაშას გითხნავენ იმიტომ შექმენი კამირო შენ გეზიზღება ავტო ანუ რეალურად ტრაკი არ გაგამიტო დღეს დათმობ ვიცი როგორ გეშინია ვხედავ არ გაფასებენ ხელს არ გართმევენ ბოზორამდე სპედა ამ რეპერებმა შეცეს კილოს გეტყვით რასაც ფანჯი არ აქვს ფლოუ გააცინე მოიგეში გააჯვით ეს არ არის ადგილი სახუმარო შენი კუმირის ფლოუ თიგებაზები და კოპირებულო რო გამხილო ერთ რამეს კარგად გაგიმარტო ბარე მაგ გახარდა რაღაცო დაგიმალო შენ ხო ის ტიპი ხარო იქნევ ბიტას ვისი სახელით ჩვენ გვესმის აბაუნსებს მანქანას კამიკამაჯი ეს მოდა მთელი თვეები ამ ხალხს ისე გამოყლევდა ფიქრობს ქურუს აკეთეს დისავს და კიდე შემოვიდა ქალაქიდან კარი გურგუტაიში კამის ათხარ კამი არ ჩანს აწახვედი ვიცი ისე ვაკხარ და ჩემ ციკლეს აღით ჩამოგდეგი ეს თემები და მოყვარეობაზე არ გირთხამს მაგრამ აქ ისეთებიც რო გავაჟღერო სოციუმი გაგრიყოს და მე რიცაფეში მოხდება რა გეტყვია მარე მარიში ბევრი მტერი მაინც ფარეშობ გამეშვი თუ არ გაგტრაკი ერთ ღამეში დავანგრიე რაცა შალევ დამიშლი ბაზარს შენი აგებულება ანატომია თვეში განსაკუთრებულია პირველად ვნახე ტიპი ვინ ზორკლიანია და ნახეთ შენი იყო ტიპი ერთი დღით და ბიფში იმას ამბობს 4-3-3 დგას უკან შიქ არ გაქვს მართლა ბიჭო ესეთ ნაპას რას უთხოვ უნდა გკიცო არ და მიწყო პინო ჩემ ბავშვს არ ურტყა მე ვინც მეტაკება უტვინო ან ცოტა ჯიქია ჩემები კეცავენ ტიპებს ვერ გიშველის ჯიქია მე ვინც KFC-ს ყრილხალ ნუ აცუნებ ცხარებთები მომიტანეთ იცოდა გიტკაცუნებ მოდი დღეს მშობელი ვიქნები და რჩევას გაჩუქებ შიშის დედას შევეცი შვილო ტრაქს ნუ გააჩუქებ რა ძალიან ბევრი შეცდომა იყო. იმდენად ბევრი შეცდომა იყო, რომ რაღაც ვეღარ გავამახვილე კარგად ყურადღებას სხვა რაღაცებზე რა. ნუ იდეაში ფლოუების ცვლილება ქონდა, რაღაც ხმის ტემბრის ცვლილებებიც ქონდა, კარგი იყო. ლაინები დიდი არაფერი, შეცდომები ბევრი. ეს პირველი რაუნდი კამისია ჩემი აზრით, რავი, ნაღდად, უეჭველად. შევგნათ პირველი რაუნდებისთვის ხმაური! მეორე რაუნდი MC შემგა ხელმარჯვნივ ნახოთ კამის რა აქვს მეორე რაუნდში ბანალუროლა წირაკო შენ აქ აღარ იქნები შენ ბანძი ჰოლივუდის ფილმი მე ვარ შენი ტიტრები ჯერ 11 საათია ვნახოთ სად გაიქცევი 12-იც რომ გახდეს მაგაზე ყლედ ვერ გადაიქცევი ეხლა მე აგიხსნით ვინ არის და რას წარმოადგენს აქ რომ მოენძრია ვაფშე ძმას რა ეგონა დონე თაირო ნიჭიერი რეპერია ტალანტის მქონე ხანდახან მკვლელობებს და პორნოებსაც უყურებს ხოლმე დინდა სიტყობს ისაკი პოვნის თავისას მივცემ მისას მერე არა ვითარ შემთხვევაში არ ვაცილებ მიზანს კამიე პერფექტო ხოდა სულ ტყუილად წვალობ რაც არ უნდა დამატოლო ვერ გადამიღუნავ პიზას მე ვარ დასრულებული ნახატი ხოდა გამეცალე მონახაზო თაირო ოცნებობს ამაში რომ იყოს 32-100 რაღაც ყლეობებს წერს ყოველ დღე და მე რეგონია რომ ვერსად ყიდის შენი კარიერა შენი თმასავით ვერავინ გაიგებს საით მიდის კარგი ნიჭის კარგი გამომგონებელი ვარ ხოდა მერიდე რასაც მე დაგიწერ ნახევარ საათში შენ იმას უნდები მთელი დღე მე მერიდე თორე პატლეცი შენ აბოზარო მე მთელი დღე კეთილი ვარ მაგრამ თუ გავბრაზდი მე მაპატიე ღმერთო შემინდე თაირო ვნახოთ ამ რაუნდსაც გაურითმო ისეთი ყლე ხარ არტისტებს ივენზე შუქს გაუტიშავ დამსახურებულია თუ ჩემცი ხალხი იმატებს აკაპელას ვიბაზრებ თუ ჩაგვიქრობენ სინათლეს მადლობას ვეტყვი ოღონდ რამე პანჩი გამიძროს გამიცეცხლია ოღონდ შენ არაფერს გაგითბობს თაირო ბეთზე გამოდის რო ხალხი დაქრინჯოს მე აღარ მაქვს ბეთლების თავი მაგრამ money talks თავს დაუდებ ჯირგზე ბიჭო შენზე თესლი MC თუ არ ვიყო ჩემი სკილები უფრო მაღლა შენ კიდე ტოვებ ბუკა პიკო თუნდაც ვიყო წაგებული ამ ბეთში შენაირ რეპერებს მაიცეც მე ვარ ჩემი მერჩი მე შენ არაფერს გერჩი შენ გამეჭხირე კბილში და სანამ მე მახსენებ სპირტი გამოივლე პირში თავი არტისტი გონია და ფიქრობს არის ფილმში ხოდა თუ ფილმში ვარ მე შეგეცი მე რო ემილში თაირო რეპერია ან ეფექტი მანდელა ფლოუში გაჯობებდი რომ წმებაზრა აკაპელა შენთვის უკვე ბევრია მოგვიწევს გადაწევა პანჩების განვადება დღე
დღეში ერთი არ აქცდება ხონი შეარცხვინა უკან დაბრუნების ეშინია ცხინვალიდან არ არის მაგრამ ეს მაინც დევნილია გაგიკვირდეს ბეთლის მერე თუ გამელოდი და ახლა შენი დროა ვიცი ამას დიდხანს ელოდი გავიჩითე დაუნდობელი თუ ჩემი მომენტია მე ვიქნები ღვთაებრივი შენი სადაც კომედია კამი გაგას ინჯებს 1-2 ფანჩი მოგეწია ტიპი რეპერი კი არა ხონის გიჟი პოეტია მე თუ კი რამე გავაკეთე ჩემი და შენი ნაშრომები აგერდა მახიე ოპონენტს გავუშვებ როგორცაც მე მინდა მწარელა ინებით მაიკი გავხიე და ვალება თქვენსაზე მეტი და კვირაში გიწერე რაუნდი გათვლი შედეგი რომ გამოვიყვანო ბედიდან ჩემი მიზნებისთვის დაირო გავხვიე შარში ნახევარ ფინალში ჩარჩი შენი ქნები მონოჰოლის კასილასი დღეიდან იდგები კარში ხოდა დღეიდან უწაე თამაშები პიცას მესამე რაუნდში ბავშვო გათხრევინებ მიწას მომეჩვენა თუ იმდენად ცუდი ბითი იყო რომ აი რავი საკმაოდ ცუდი ბითი იყო თუმე თუ მკითხავთ რავი რაღაც თავს რო ყვები ხოლმე და თავს რო ვაქნა ხოლმე და ყვები და რაღაც ცოტას რო ბაუნსობ ჩვენთვის აი არ მქონდა საერთოდ ეგ ამ რაუნდში ველოდებოდი როდის დასრულდებოდა იმენა მართლა იმიტომ რომ როგორ თქვა ჩემთვის კამიც საკმაოდ ესეთი არის სტაბილური აი ერთხაზოვანი MC-ა რა კარგ სიტყვებს ამბობს ანუ ძირითადად კამიზე ვაკვირდები ხოლმე მარტო სიტყვებს იმიტომ რომ დიქცია აქვს ძალიან კარგი flow-ებს დიდად არ ველოდები ხოლმე საერთოდ და იუმორი აქვს ძალიან კარგი და ბითმაც რავი არ ვიცი ეს ბითი რა იყო საერთოდ რა ძალიან არ მომეწონა ეს ბითი ნუ კამისაც შეეხება რავი როგორც თქვი ერთხაზოვანია საკმაოდ არც მაოცებს და არც იმეც მიცრუებს რა სტაბილურად ნახოთ თაირონას ზავს ამ ბიტსა საინტერესოა შენში კარგი ვერ ვნახე და თუ რამე გაგეგეც მოუსვი დღეიდან იფლექსავე ხარ მოწყნული თაიგროსი პოსტალიონ ბიჭებს და ვხდით და ვახიეთ ჩაი ჩეხავს ერავთელავ ხერხავა გეყოფა კაი კამი უტარებს ისე თუ დარებს უთხრებს თხოვაგნუ შემდგები კამი შენი და ჯეხილი კაცის დედას შევეცი პროექტს უნდა ამან გამაგდოს და გამოიდაროს ფინალში ერთი ხმა და ორი ფლოუ გამოიტანოს ნაბოზარიენით განაჩენი გამომიტანოს ისი არკნად მოგიტყნათ და უკან გამოგიგზავნოთ მოსკა ეუბნება ბანის რეპერებს ეჭენება ამ დროს გვერდით ყავს მაკაცი პროჭი არ ეკერება აქციებზე ბანისთან რა გეი პორნო მომიწყე ტრაქზე ნუ იხევი ისეთ ხოვე რატის მოგიწევს რაო რა უკნა ესა თესლი რო არ გამოდის არ გამდისო ეს რა მითხრა გეკითხები დავიდან არა მომდისკო დღეს ვერ დაყრი ბომბებს ნახდი ოსამა მე უკან მიდგას და გაჯეით ნახზე საპასუხო ცენ რა სიზამ კარგად იცია გარიდეს კონტრატორე რა უნდა და მაიკლას გამოსtildeებში უნდა ჩაისვას ტიპი ვინც გამოსtildeია მითხარისად გაიზარდია შენი გამოტივია გამნებერ გაგაჭარეს არა უნდა მოტივიან ხოსი გამზაკ ვისკედება მარტივია მაგრამ ისევ ხატა ომბიტებზე გავარ მოდელიას და თან იმდენ რეპერს ბაძავ ფიქრობ რო ხარ ქენიე ლამარი თუპაკი ბიკის მომრავალი ვაზელინის ოვერდოზი ფიქრობს ნიკის უკავ გავარ ანუ ეც მაკაცები ეგ მაგათმაც კარგად იციან რო უძრებია მიტო ვარ ცერცებასები ია ნაინა მიმდენ ჯერ თქვა რო ეს ბიჭი შემოიზარდა წინა ფეთზე შევამჩნიე ცოტა დაგიბოხდა ხმა მოდი დღეს და მარს მე შემოგთავაზებ ეხლა რასაც ვიზამ ჩემხლეს იზამ მანუ წააგე არ არსებობს უეცემი და მე რეპერზე ვევდგები და მიგდეთ მაიკლა და ვანახო ნახდი სიგიჟე მოგაგდებ ესვიანად დავდე შენი გრეხები არ მინდოდა მომიწია ჩათვალე შენ მიბიძგე ოპენიარზე ოცნებები ხდება ბანის ინდგება ეგ ფეისოფი აქვე მოკვდება ბავში მარტოვდება დღეს მე მარტო კამისარაში ჟიყობ ბავშვს ვთხრავ ერთხელ თუ მოაწევინებ ტრაქსაც მოხსებს თანახმა ამის გრეხები აურაცხელია დაიროსაურა აურაცხელია ხო არ შევა გოკმა რაცხელია რომ მოვიდო დღეს ბეთლი მაგრამ მე ეგეც არაფერს ვეთქვი მიზანი ერთზე მოვთხან პლენბი ერთი კამი მყავს ბეთზე ბევრი კამი მყავს პენისში მე რა შუაში ვარ შენივე ცხოვრები ჩემივე თავი და ხუპე იმიტომ ვაწებით ისებს რომ იცი შეტრეკებს არავინ არ უსმენს პროექტის მაკაცობა მაგრამ კიდია მოვა და დაგიგრეთ ფუდეს ჩვენი ავტოსახში ბაზდება როცა რეპი ხმის გამო დაუწუნეს შენ აიგებს კარგად ვიცი რომ პრესის ახეზე და დაფქვავს არა არ ბაცავ ტაჰაზეს მანერები საიდან დაკ შენი მეტი გაგეკოს ვიცი მაგრამ დღეს ხმებს დაკარგავ თელ პროექტს მარტო ფაქტავ გინდა რომ მოვჩეკ დანჯავ ია ერთხელ ვერ ვიბაზე ყურში ირეო და მეტრონომი ფაქტები ვინც არის ბაზოს ხნავდეს მთელი მონოჰოლი ბანისთან დისში ვერ ატრაკებს გაისახელს იყენებ არც ერთი ვარ გეი ნუ გვიწრები ვერ აგვიყენებ შენაირი ძალიან ბევრი მყავს და ნახი მე შეთან რა უნდა დავთმო ამდენი რეპერი ვერც ერთი იღებს ხმასო ძამდენი და მე ხარს
შავეცი PvP flows-ას თუ flows-ზე მეტად ხუმრობა ფასობს შავეცი ხმებსაც საკუთარ თავთან ისე და ჩემპიონი ვარ ბიტი ჩარტე გონი უკეთესი იყო, იცი? ნუ ლაინები რაღაც სასწაული კომედიური არაფერი იყო, მაგრამ სიტყვებით თამაში მომეწონა, კარგად ქონდა, ფლოუებიც კარგი ქონდა. აი ბიტზე საერთოდ უკეთესად იჯდა რა. შეცდომებიც არ ქონია, წინა რაუნდისგან განსხვავებით, შეიძლება ნერვიულობდა პირველ რაუნდში, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გონია რომ კამის რაუნდს ჯობდა. პირველი შთაბეჭდილება ეს ნოქს მე. Inos production careers round. შობარო მოგანატრო შენი ამაუში ვერაფერმა ვერ დამღალა ხოდა დანდობა მინდოდა რატო შეი ყავი რამეს ხოც მოკიდე ხელი შენს მერე კიდევ ერთ რეპერსველი კიდევ ერთი რეპერი არიქში არ მინდოდა გავიჩიდე თქვენი მწვრთნელი შენ არ ჩვევი ალოცვა ჩემ რეფერენსებს ადრობ ჟიური რამდენი ხმა მომცა მაგრამ ჩემი ხვით ბაზრობ მე ვარ იმ ტიპებს შორის ვიც მართლა ჯოჯო ხეთი ნახეს ანდრა 7 ერთად ბიჭო მარტო მე მოგიტყნავ სახეს მაჰალი ევერესტი ყოველთვის ჩანვარ თოვში შენაირი რეპერები და ხლებზე აწყვია მოლში წინა სეზონზე რო გაგულავე სიზონოფში ეხლა ყველა წავალთ ბათუმში და შენ გააჯვავ ხონში მოემზადე და ჩემთან მოგიწევს გამოსა რუსია ვინც აგევასა ყველა ყლერატო გამოდგა ამ შევრო არ გაგიმართლა ეგ დუხი ჩემთან არ გაჭრის გამიხო ფოკუსნიკია და თაიროსაც გადაჭრის ჭრია მემსებს ჭერში ვაწყობ ხალხი ამბობს მადლობას შითავლექსებს შენ ვინ განდობს ბეთლის მერე აგიხსნით მე და თაიროს განწყობას მე უბედურების არსეს კიდე პროსტა ჩამოკნავს ისეთი ხლევერსები აქვს ყოველ ღამე განიცდის ბიფი აქვს ბანისთან ოღონდეს ბანი მაც არ იცის შენ დიქციას რო უსმენ ყურები სხვაგან გამირბის თაირო ინგლისურია როგორც წერს ისე არ ითქმის იჭიმება თითქოს რეპერები ყავდეს მოკლული ლირს თუ ვერ იძახი შეეშვიეს დედა მოწყნული შენი თამაშობისე რომ არ მჭირდება კონსოლი ისე გატრიალება მაყობს პროექტის სპონსორი ხოდა მიდი ჭამე შებოზო ანდა არ გინდა გადასარჩენა ჯობს რო ილოცო ასოებს ვერ იმორჩილებს რანაირი მწერალია გინდა კონდეს მხარიასო მაგრამ მეგეც მემაბია შენთან არ მაქვს მორიდება პრობლემა გაგალობასთან და თუ რამე მოგინდება და მელოდე კალიონგასთან ლირიულად პირში გაზლევ არ მჭირდება პრელუდია თან მღერითან ამბავს ხვები ვერ ისუბნის მელოდია Let's see bolo round. არ გაგნიჭი დღეს თავი გაწირო ნუღა კამიკაცო პროგიხურებ მგონი ხლე კი არა კამიკაცო სალამი ვისვე საუბრები მომეკალამი დასახებია ფურცლები შედეგები შეიცვება ამას ვერ შეგბირდები რადგან გინებით შორს ვერ გაფრინდები მოვედი რომ დავანახო პატენტებს ვერ მოიგებს ვინ ჯუტკებს ეწერს ამ ფეიკების განახებს სახებს ვინც ხალხს ხვანაირად დაჯვენებს პროექტში რო ხედავენ დარღვევებს ნეტ არ არის მიზეზი მაგის ალბათ ისო ისები მეორებ მანერებს და ძვერჯინა ფუთხი ჩანდი მე მინდა რომ გაჩვენ ვარ ხარ ღირსი ჩემპიონობის და არც ხარ წმინდა იმდენი გათესლეს ხეზე ვერავინ ვერ მოგწმინდა შევეცი შენაირ გმირებს ხალხისთვის თავს ვერ გაწირავ იმენტი შვილსაც შევეცი ვინც სახში შენზე გადიდა განავიბრალებ რო ვარ მერკენის უბრალოდ ვწდები და უთხრავ მტკივილს ეს არის მიზეზი გმირი ვარ ფილმის მიზეზი რატო დავიკამ გვირგვის სწორი აღქვა მაქსიუსის რაც აკამდევთ ესე დღეს ვიმკი ისე მწარეთ ვეხები ამ ბოს ბიჭებს უყვიამ კიდე შიც ფეიქ რეპერებს ისავრას დავათხარ რა გამოდის თუ გადისავ პოზებს მეწოდინება რომ გაფოსდი ნუ ახსენებ ქუჩას როცა კამერებში ერთადერთს გაუძლებ და ისიც აკარტურას ხელში დღეს მე და კომპლექსებს შეცადე იქნებ გაიხსნე ბეთლის მერე მე გასავლი ლიფი როგორ გაიხსნა მეთქი ხალხსაც ვაჩვენე ფოტოს რო პოზიორობს ლიფთან ერთად უკვე არ მჯერა რომ ცხვირის გარდა რამე გრძელი გაბია პა ვაგვარა ხდება ბროსკი რაზე ბაცობ შეხარ კამ შენი ბაზარისა კარჯერა არავის შენი ბაზარია ბლა იმის მერე დაიწყე ტრაკის თამაში რაც ერთი დისი გავარდა ტიპირა ფანზია ქუთაისია
მქონდა ეს უსტაველსია ვარდა ვიცი გინდა იყოს ახეს ნუღა ჭიმავე ვერ ხარ მამა ფლექსი ვერ ხარ ხამძად ჩიმაევი ბათუმი ჩემ უკან აქეთ გადებ ჯადოს ეი ვისაც უნდა ომი ჯობია რო დათმოს ეი არ გაგიწყდეს ნაში სამბავს აგიხსნირა პონტია შენ რო შეყობ სადმე იქ თავიდან შესაყოფია ვიცი ბევრი რამის დღეს მე დაგიტოვე ფობია სადამ მოსკ ამასთან როგორც მაგაცო ბოსი აკამდერეს თუ აფეილე გამოვედი და ერთში დავდე რომელსაც იმის ტრაკი რო დამარტოს მაყუთი დავიღებ ბანკსმე ამ რაინების პარკაში პიტად და ვაყრევინე ფაქტებს მერი აკამდე ჩემგან მოთხნული რეპერების სიაში ჩავწე ბათუმში ბავშვები მაჯერებდნენ თხოვდნენ მომეგო თქვენ გამო ფინალს მათ ჩამოვიტან ცოტა მომენტს დრო გრეხი იმდენი რომ მე ბაზრარა უნდა მომეთრო პინო შენ ბავშვს აგერ პირში ვაძლევ ხო ის მისეკოც მოდი შევაფასებ კაი ვართან რაღაც დამაკდა და თუ ეგრე მაშინ ამ რინგს მაინც ტოვებ ამაყად ან გონი პინოს ვირთხა თავის სოროში ჩავაგდე მაშინ მოდი არ დავინდობ ბარემაქვე დავმარხავ მოუტყან თქვენი ძალა მირჩევნია მართალი ვიყო მოუტყან კამერებიც რადგან იმას გაჩენს რაც არ ხარ მოუტყან არტისტი ვისაც უდევს და ვერ გამოიღებს და თუ ეგრე ღრმად გიდევს მინდა რომ უფრო შეიყო ბევრჯერ შევიგინე მაგრამ რა უგნა ძაღლმა მინდა გაიგოს რო ხართ ფეიკები და იბოხმებით რომ ერთ ერთმა ჩემგან ყალე ვერაფრით წაიღო რა 2 წუთი რა 2 წუთი ეს თუ გინდა გარჩათო პროსტა ვიტყვი რა პინო ხომ იხსენე ისე ნუ მოიქცევი რომ პატრონმა ვერ გიცნოს პინო ახსენე ხო და ყალეზე გვაკოცე მე და პინოს ეიო მოკლედ კიდევ ერთხელ ეს რესპონსი რავი რა იყო არ ვიცი ну anyways თაიროსაც მგონი საუკეთესო რაუნდი ქონდა ამ ბეთლში ну პირველი რაუნდი ნამდვილად ჯობდა მესამე მეორესაც მგონია რომ ჯობდა იუმორი და რაღაც პანჩების ასწავლი არაფერი არ იყო მაგრამ ფლოუები იყო და ну შეცდომებიც გონი არ ყოფილა რა უბრალოდ ერთი-ორი მომენტი იყო სადაც უბრალოდ სიტყვები ვერ გავიგე ნახოთ მოკლედ როგორ შეაფასებენ მგონია რომ კამინო მოიგოს მადლობა მარა რატო გამწირეთო პირველი რატო გამომიშვა კაი არა უშავს მე მაინც ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი აზრი და ვიტყვი რა პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ ჩემი აზრით კამი არის აი PvP-ში ყველაზე ტექნიკური MC რა არ ვიცი აი რაღაც ისე ჩატეხვებს და რაღაცეებს აკეთებს რომ გიჟია იმინა რა საღოლ ძმაო პირველი რაუნდით დავიწყებ რა პირველი რაუნდი ძალიან კაი ფანჩები გქონდათ ორივეს რა უბრალოდ მე ესე გადავწონე რა შენ გქონდა უფრო რაღაც სასაცილო ფანჩები რა ამას გქონდა აი რაღაც მაფლექსავა რა იმინა და ბახოდო აი რაღაც სხვანაირად მაბაუნსა და პირველ რაუნდს მივცემ თაიროს პირველ რაუნდს აძლევენ თაიროს ну კოკლიანი აძლევს თაიროს რაუნდს რომელშიც დაახლოებით 5-6 შეცდომა ქონდა ანუ ტექსტის დავიწყება იმენა რა და არაფერი არ ქონდა დიდად ოკეი მეორე რაუნდს ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ და მესამე რაუნდს ვიტყვი რა მესამე რაუნდი აი ზუსტად მაგ ტექნიკურობის ამბავში და აი ყველაფერი იდეალურად ქონდა და მესამე რაუნდი წაიღო ჩემი აზრით კამენ და დარჩა მეორე რაუნდი რა აი მეორე რაუნდშიც იგივე თემა იყო რა აი ძალიან სასაცილო პანჩები იყო აქეთ ძალიან საფლექსაო და აი ფლექსი უფრო გულთან ახლოს მაგ და ჩემი ხმა თაიროს ბოდიში გუჭებო ყველას რა არ ვეთანხმები უბრალოდ არ ვეთანხმები შემდეგი ჟიური ვნახოთ მადლობა ბიჭებს დღევანდელი ბეთლისთვის ეს არის მომენტი როდესაც მიჭირს მე მოღვაწეობა ამ შემთხვევაში ამ ამპლუაში იმიტომ რომ ორივე MC უკლებლივ ორივე MC ხართ ძალიან ტექნიკურები ორივე ძალიან საკაიფოდ მომზადებულები აქ ის ამბავი არ გვაქვს რომ
რომელიღაც ან ბიტზე ვერ იჯდა ან ამე ტექნიკური ანუ იძულებული ვხდები ყველა ვარიანტში რაუნდებად ჩაუშალო ზურიკოს ქმედების არ იყოს. მოკლედ რავი, დავიწყოთ პირველი რაუნდით. პირველი რაუნდი, რავი, კამი აი წინა ბეთლზე ვამბობდი, რომ კამიმ აი რავი one punch man-ი იყავი თუ რაღაც და ეხა გაუმჯობესებული ეგეთი ტიპი დამხვდი რა. ანუ პირველი რაუნდი დაცხრილვით წაიღე ჩვეულებრივად. ჩემს თვალში, ჩემს სიყვარულ კაცს ამ შემთხვევაში არ დავეთანხმები, მაგრამ ხო, აქ ცოტა გემონების ჭიდილიც ატყდება ალბათ. მეორე რაუნდი ზურიკოს თქმის არ იყოს. ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე, მე თქვი მეორე რაუნდი ვინ წაიღო, რა ხდება მე თქვი, მაგრამ რახან მესამე რაუნდი მეგულებოდა მეორეზე გავაჩერე ფიქრი და დაველოდე მესამე რაუნდს, იმიტომ რომ პირველი რაუნდი ხო ვიცოდი რომ კამის ქონდა წაღებული და მესამე რაუნდიც კამი თუ წაიღო, რა ხაზრი აქვს მეორეს ბიჭო? მეორე რაუნდიო თაიროს, ანუ მესამე რაუნდიო თაიროს წაიღო, მეორეზე გაჩერებულ ფიქრს არ შევშევდით მე. ოკეი. აუ, ორივე ძალიან ტექნიკური, ძალიან მაგარი ბიჭები, ორივეს წარმატებას უსურვებ, ორივე ძალიან შემიყვარდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ხმა ჩემს ძმას კამის. მეგობრებო, როდესაც მოვამხნევოთ ძალიან კოა მოიგო. ჩემი ხმა კოას. კაი, ახლა სერიოზულად. ხო რაღაცეებში გეთანხმები შენკას, რაღაცეებში ზურიკოს, რაღაცეებში არ გეთანხმებით. ჩემებურად ვიტყვი მაშინ მე როგორ მესმოდა, მე როგორ დავინახე, მე როგორ ვთვლი. პირველი რაუნდით დავიწყებ. ფლოუებშიც, ენერგეტიკაშიც რაღაც სპონჩი ერთ დონეზე იყავით, ორივე მაგრად მომეწონა. ერთადერთი აი ტექსტ რაც შეეხება პანჩები იყო ოკეი, მაგრამ მე დამევასარო ორ მომენტში იყო პანჩების სეივიდან კიდე ვორდპლეები. რაც ანუ აი ვორდპლეები რომ მიყვარს ესე არ ვიცი ანუ რა მიყვარს და პირველი რაუნდი თანაბარი რაუნდი იყო, მაგრამ მაგ ვორდპლეები რო ჩართე შენ, მაგან გადაწონა პირველი რაუნდი შენ. მეორე რაუნდში ამან ჯერთი შენ ფლოუები რაც ქონდა, აი მაინც და მაინც მეორე რაუნდში მამის არჩეული იყო, ხო, თაიროს არჩეული იყო ბიტი მეორეში. ეგ ეტყობოდა, იმიტომ რომ თაირო იდეალურად გზნობდა თავს მაგ ბიტზე. გინდ ფლოუთი, გინდ პანჩებით, გინდ აი გაგამწარა. აი ყველაზე მეტად რაც დამევას, რომ ამან გაგამწარა მეორე რაუნდში არ მახსოვს ვინ გაგამწარა ბოლოს. და უეჭველი მეორე რაუნდში შენ დააკელი, შენგან ვერ დავინახე მეორე რაუნდი თაიროს. ეხლა რაც შეეხება მესამე რაუნდს, ორივე ძალიან კაი რაუნდები ჰქონდათ. ორივეს ჰქონდათ ძალიან ტექნიკური რაუნდები. თუმცა მესამე რაუნდში აი ბანი აქაა სადღაც და ბანის ვეუბნები მაგ ფრაზას, რომ აი სერფინგი ვითხარ ტალღაზე, როცა ბიტზე შემოდიხარ და აი ეგ სერფინგი შენ მანახე. მესამე რაუნდში შენ იყავი უფრო იჯეკი ბიტზე, უფრო ტექნიკური. იქნება კეთება, მოიცა. ხო, მოკლედ რა, თაიროსაც ძალიან ბევრი მაგარი მომენტი ქონდა. კაი ფლოუ სვიჩები ქონდა, მაგრამ შენ ტექნიკურად უფრო კარგად იჯეკი, უფრო კაი ფლოუები ქონდა, ჩემი ხმა კამის. ოკეი. ჩემი აზრით საკმაოდ სამართლიანად კამი გახდა მეორე ფინალისტი. რამე თქვენს, რავი, ძალიან კაი ბეთლი იყო, კიდევ ნახავ რამოდენიმეჯერ უკეთესად შევაფასებ მე ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყვარეთ და შევხვდებით შემდეგ რეაქტში ან ხვალ Kingdom Come Deliverance 2-ის მესამე ეპიზოდში. კარგად.